ვინ რატომ მოხსნეს და ვინ რატომ დანიშნეს საქართველოს მთავრობაში. საკადრო ცვლილებების პოლიტიკური ანალიზი. მთავრობის საპარლამენტო დღეები. ბატონო, თქვენ ქურდი ხარ? ამ თანხებით კიდე ხდებოდა ამ თალიბანის ამ პიროვნების დაახლოებით 400 მილიონი დოლარის. პუტინი მტერია. მოგესალმებით, მეგობრებო. უფასო ფულს და 0%-იან კრედიტებს სად მიაკითხოს ხალხმა? ჰაკიმ-ფაშას ვიდეოები, ვინ მოიპარა გამოძიებიდან ეს მასალები და ვინ ატვირთა? მეავტვირთ ეგ არის ის კაბინეტი. თქვენ გჯერათ რომ ნამდვილად იყავით კონტროლის პალატასტამარე? მე შემოხვედრი კითხვა მექნება. თქვენ მართლა გონიათ რომ პრემიერ-მინისტრი ხართ? ხალხის აზრი, მოქალაქეების გამოკითხვა, სტუმრები, მოსაზრებები, შეფასებები, ანალიზი ვახოს ანაიას რეპორტაჟში. რატომ შეცვალა პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრი? მას ალბათ ქონდა რაღაც გარკვეული ხარვეზები და შეცდომები მენეჯმენტში. რა ვერ გააკეთა ოდიშარიამ? მინისტრთა კაბინეტთან დამშვიდობების შემდეგ გურამ ოდიშარიას სატელევიზიო ინტერვიუ. კულტურის ყოფილი მინისტრი სტუმრად ვახოს ანაიას რეპორტაჟში. კვირას საღამოს 9 საათზე მაესტროზე ვახოს ანაიას რეპორტაჟი. ცვლილებების პირველი ტალღა.